მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და ეხლა გავაკეთებ გაშლას ბუმერანგზე. რა ბუმერანგი გიბრუნდებათ თქვენ და რა ბუმერანგი უბრუნდება თქვენს მტრებს. ორივეზე იქნება გაშლა. და დავიწყოთ თქვენგან და არ მემორჩილებოდა. დავიწყოთ თქვენგან. ვინ ხართ თქვენ ჯერ ეს ნახოთ. რა თქმა უნდა, ძლიერი ქალბატონი არ არის გამორიცხული, დაცვები ქონდეთ დაყენებული, ან ზოგადად რაღაც ბუნებრივი, ესე სამყაროსეული ან ეგრეგორის ან რაღაც ესე რა ვთქვათ, რაღაც ძალა მაინც გრძნობთ მფარველობას და სულად ხართ. ყოველ შემთხვევაში შემდგარი ენერგიული ხართ, აი ენერგია უფრო ფიქსირდება, შეიძლება დაუღალავი, შეიძლება ძალიან მშრომელი და ესეთნაირად რაღაც დაუსარელი, ხო? თუ ესე იგი ეს ამოიცანით და მიესადაგება თქვენს პიროვნებას, მაშინ გაშლა ნახოთ რა გიბრუნდებათ უკან ეს უარყოფითი რა არის. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ უბრალოდ გაითვალისწინოთ და შეეცადოთ, რა თქმა უნდა, შეცვლა ყველაფერი შეიძლება, შეცვალოთ და რატომ ბრუნდება და ასე შემდეგ. კარგით, რა ნეგატივი გიბრუნდებათ უკან, რა ბუმერანგი. აქ ნახეთ ისე რაღაც იმას ქნა გაუთვალისწინებელი მოქმედებები, დაუგეგმავი მდგომარეობა, გაუთვალისწინებელი ხარჯები. ეს პირდაპირ ოჯახში არის, ეს მარტო უშუალოდ თქვენ კი არ გეხება და ეტყობა ოჯახზე არის მთლიანად რაღაც ეს მდგომარეობა. მანდამაინც თქვენი თავი რო ასე რა ვთქვათ, არ გსიამოვნებთ და ასე რა ვთქვათ, ფიქრობთ ეხლა რა ვქნა, როგორ რა გავაკეთო, თუმცა ძალიან ბევრი შემოტევითი ფიქრები გაქვთ რატომღაც და ასე რა ვთქვათ, თავს გრძნობთ დაბლოკილ მდგომარეობაში. ბუმერანგი აქ ის არის, რომ აი ეს რაც არ გსურთ, ეს გაუთვალისწინებელი ხარჯები. კარგი, რატომ არის, რადგან ხარჯებზე გაკეთდა მთლიანი აქცენტი, ეს გაუთვალისწინებელი მდგომარეობა, რატომ არის თქვენთან, რატომ გადასახადი გაქვთ ჩემო კარგო. ერთხელ ძალიან კარგად მახსოვს ერთმა ადამიანმა რაღაცაზე კითხვა დამისვა, რა გაქვს ამდენი გადასახადებიო, დავდექი და გავჩერდი. მითხარი, მე მეთქი, ჩემი გადასახადები კი არა, მე ამდენი ხალხის წინაშე ვღებულობ პასუხისმგებლობას, ნახეთ, როდესაც მუშაობ რიტუალებზე, წმენდებზე და რაღაცებზე, ხო? და თუ კი დავუშვათ მე თქვენთან, აი თქვენგან ხო რაღაცა თანხას იხდით, მე უკვე ჩემი გადასახადი მაქვს იქედან, ყველა ჩემ ჯიბეში კი არ მიდის. ეს დავუშვათ არ გადავიხადე, ჩათვალეთ, რომ იგივე მდგომარეობა შეიძლება განმეორდეს ჩემთანაც. და პასუხი გავეცი ესეთი, ახლა კაცო,
ჩემზე შედარება როგორ შეიძლება გადასახადი რაღაცა თქვი გადასახდელი რამდენჯერმე ვახსენე. ამიტომ ნახეთ ახლა შეიძლება თქვენც ფიქრობდეთ რომ რა გაქვთ ამდენი გადასახადი ხო ახლა თქვენ ჩემნაირად არ ახართ მაგრამ მე აგიხსნით გადასახადის მნიშვნელობას თუნდაც ადამიანთან შენაპირები მოდი მე შენ რაღაცას გაგიკეთებ იცი რა მე გაგიგზავნები მაღაზიაში თუნდაც მე ვიმასქნი გავაკეთებ მაგას მოგიგვარებ და შემდეგ აღარ უკეთებთ ადამიანს იცი რა მე ახლა დავუშვათ შემიძლია თუნდაც ხელოსნის ნომერი მოგცე თუნდაც ელემენტარული ნახეთ ელემენტარული შეპირებები დაპირებები ეს არ ნიშნავს იმას რომ მანდა მაინც თქვენ ახლა რაღაცა ხელშეკრულება და ტარამ და რაღაცა გავართულოთ დიდ ფორმებში ხო სამყაროსთან ძალებთან არა ჩემო კარგებო ნებისმიერ ადამიანთან თუნდაც ის რომ მოდი დღეს ასე რაღაცა და გავიდეთ ყავადავლიოთ შეპირდით ვიღაცას ეს არის დაპირება რომელიც უნდა შეასრულოთ დაუშვათ შეპირდით ადამიანს რაღაცას გაჩუქებ მე აი ამას გავიღებ ეს არის შემდეგ უკვე თქვენ გადასახადში გეწერებათ ესეთი შენაპირებები რომელიც დაარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ თქვენთანაც გაქვთ და ზოგიერთ ლექსიკონშიც გაქვთ ესეთ რაღაცა იცი აი ჩემი იმედი გქონდეს აი მე მე ვიზამ მე რა ესეთი რაღაცები და სინამდვილეში არაფრის გამგეთებლები არ ახართ ხო ეს არის უბრალოდ სიტყვიერი დანაპირები რომელსაც არანაირ მნიშვნელობას ისეთ არ აქცევთ თუმცა იმ წუთში კი ბატონო ვიღაცას შეიძლება ცოტა დაიმედეთ იმედი მიეცით თუმცა ფუჭი იმედით ყველაზე ცუდი საჩუქარია ადამიანის ცხოვრებაში რომ იცოდეთ ზუსტად აქედან იწყება შემდეგ ვიღაცისთვის იმედგაცრუებები ხო იმიტომ რომ ეს მარტო დავუშვათ ესეთ დანაპირებებში არ არის ეს პირად ურთიერთობებშიც ესე არის ხო გამოჩნდება დავუშვათ ადამიანი მოგეცემა იმედი იქნებ რატომღაც საქართველოში მამაკაცებში არის ეს პრობლემა ნახეთ რომ ისეთნაირად აზროვნება ქალს არ აქვს არაფრის უფლება აი თუ გამოჩნდა ვიღაცა ქალის ცხოვრებაში მე არ ვსაუბრობ იმ ქალბატონებზე ეგრევე რომ გიждდებიან და რა ვიცი ოღონდ კაც შარვალი დაინახონ და პირველ შეხვედრისთანავე ძალიან ბევრი ვიცი ქალბატონები აი შეხვდებიან ან გაეცნობიან რაღაცა და მერე გადადიან მუქარაზე ჩა რას გვია და ახლა იმენა სტენკას დგამენ სტენკა უკვე დადგმული აქვს კაც რას დგამენ სახლში ესეთ ქალბატონებზე არ ვსაუბრობ რა თქმა უნდა მაგრამ არის ის მომენტი რომ აი მამაკაცი რაღაც იმედს აძლევს მის გამოჩნდა მოდი ასე გეტყვით ადამიანი ვიღაცა ცხოვრებაში აი ნათელი წერტილი დაინახე და თუ ცოტა ადამიანი დაიმედდი ისეთ კატეგორიაზე არ ვსაუბრობ კაცო თლად მასეთ იმაზე ხო გადარეულებზე მაგრამ რაღაც მოგეცა იმედი ხო და თითქოს ამის უფლება ქალბატონს არ აქვს არა და ბევრი მამაკაცის საქციელი თუნდაც მამაკაცებშიც ხო არის ის მოქმედებები რომელსაც არ უკვირდებიან და ეს არის იმედი ხო ადამიანს ჩაესახა იმედი იქნებ რამე გამოვიდეს კი რატომადაც არა ხო ვიღაცა თავიდან იძახის იცი რა არ არის ასაკი დაუშვათ მნიშვნელოვანი ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს შემდეგ უკვე თურმე მნიშვნელოვანია ასაკი თავიდან არ არის იცი რა ჩემთვის ნახე უადვილებს ადამიანს ხო რომ კომუნიკაციაში შევიდეს არ არის ჩემთვის ის არა ქვია ფიზიკური შეხედულება აუსულიერი რაღაცა კარგი მოეცა ადამიანს იმედი თუ ყველას აქვს მოდი ახლა მის მსოფლიო და საქართველოს რო ავიღოთ რაღაცა კომპლექსები ყველას აქვს ხო მაინც თავისებურად და მით უმეტეს ახლა თუ კი ქალბატონი ან თუნდაც მამაკაცი იყოს კაცო მე ზოგადად საუბრობ კონკრეტულად ახლა მარტო მამაკაცი კი არა ქალბატონებიც იქცევენ ესეთნაირად ხომ როგორ არის იცი რაღაც ეს კომპლექსები ადამიანში არსებობს და მოდი ახლა თავის ფიზიკურობას რომ ადამიანი რაღაც
ესე უყურებს და გამოჩნდება ადამიანი და გეტყვის, რომ ეს არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ეს არის პატარა უკვე რაღაც იმედი, რაღაც შეგრძნება, სითბო წამოვიდა, ხო, სხვანაირად ამაში აქ საკამათო არაფერი არ არის, რასაც მე ვსაუბრობ, დამეთანხმები ძალიან ბევრი, ხო? ვისაც მით უმეტეს ეს მომენტები გქონია ცხოვრებაში. ამიტომ ეს არის ერთგვარი იმედი თუნდაც და ნახეთ თქვენ რომ ამ თუნდაც ეს სიტყვა თქვით დახარჯეთ ადამიანთან. ეს სიტყვა თქვენ უკვე უნდა შეასრულოთ, რომელიც მერე საერთოდ არ ახსოვს ადამიანს. ეს თქვი, კაცო, ის თქვია. მე რო გადასახადებს ვამბობ, შენაპირები რა გაქვს, ყოველთვის ფიქრობენ, ფიქრს იწყებენ, თუნდაც კონსულტაციებში ვეუბნებია და ახლა ადამიანებს რაღაც ეკლესიაში მივიდა და ღმერთ შეპირდა, დაჩოქილით, ხო, კარგით ხალხო რას ლაპარაკობთ. ეკლესია და ეს ყველა ადამიანი, ვისაც ცოტათი იმედს უსახავთ და შემდეგ ამ სიტყვებს ჰაერში თქვენ თვითონ ფანტავთ, ეს უკვე ყველაფერი არის გადასახადებში. აი აქ მე რაც მიფიქსირდება, რატომ ბრუნდება ეს ბუმერანგი თქვენთან და რა მდგომარეობა, იმედი ახლა დრო არ გამეკაჩება და თქვენი ტერისი მასაც ვნახავ, ან მომდენო ვიდეოში ჩავწერ, მე თუ ვერ ჩავედი დროში. აქ ზუსტად აი ეს მომენტი არის შემოკარგებო, რომ ესეთი მეგობართან, თუ გინდ პატარა ბავშვთან, თუ გინდ თქვენი ნაფიქრალი, აი მარტო საკუთარ თავთან რომ დარჩებით და ფიქრობთ, რომ მოდი ახლა ეს საქმე თუ გამოვა, მე რაღაცას ვიზამ, შევწირავ, რამეს გავაკეთებ, ან თუნდაც ვიღაცამ საქმეს გიკეთებ და იმ წუთში ისე გაგიხარდათ, ვაიმე ოღონდ ეს საქმე გამოვიდეს და მე შენთვის ასე ვიზამ რაღაცებს, ხო, ამბობთ, ან რამეს ვაჩუქებ, ან თუნდაც გულში ეს გაივლოთ. ნახეთ, ესეც თითქოს ერთგვარი გარიგება არის ჩემო-კარგებო. რაღაც ძალასთან, უხილავთან, რომელსაც თქვენ ვერ ამჩნევთ, მაგრამ ყველაფერს ყურები აქვსო, ნათქვამი რომ არის და თვალები აქვსო, ეს არის 100%-იანი. თქვენ ამას ვერ ამჩნევთ, ეხლა თქვენ რა გაიფიქრეთ და რა წაიჩურჩულეთ თქვენთვის, მაგრამ მით უმეტეს თუ კი ეს ბგერებად გამოთქვით, ხო, რაღაცა წამოგცდათ მით უმეტეს. ჩათვალეთ, რომ თქვენ რაღაცას უკვე დაელაპარაკეთ, რომელსაც ვერ იაზრებთ. მარტო გონებაში ნაფიქრალი კიდევ შეიძლება არ ჩაითვალოს და მხოლოდ შენ იცი ეს და რომელი ეგრეგორის თქვენს გწამს, აი იმ მაღალმა ძალამიჩის. მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ჩათვალეთ არის გარიგება, ჩემო-კარგებო. აი აქ ზუსტად ეს გაქვთ თქვენ გასაკეთებელი, ეს უნდა გააკეთოთ. შემდეგ რო ადამიანი დავუშვათ გააკეთა საქმე რაღაცა, ის განაფიქრალია, მერე ვცემ პატივს, მერე და მერე მიდის ესეთნაირად და ან მერე ვიზამ რაღაცა, მერე საერთოდ დაგავიწყოთ და ასე შემდეგ. ამიტომ რას ვაკეთებთ ახლა? თუ კი ამ ყველაფერს ვერ გაიხსენებთ, მაშინ გამოდის, რომ უნდა გააკეთოთ უბრალოდ თუნდაც გამოყვებოთ ვიღაც მშიერი, მაგრამ მართლა მშიერი როცა არის ადამიანი შიე, თუნდაც ნახეთ, იმ ადამიანს არაფერი არ უშავდება, ეს არ არის ის, რომ ახლა ვიღაცას თქვენ არა ჩემო-კარგო. შეგიძლიათ კარგი შეეშვით ადამიანებს, რადგანაც შეიძლება რაღაც სუდად, ხო, ახლა არ იყოს მისაღები, შეიძლება ვიღაცისთვის ეს მომენტი, ხო? სხვათა შორის ერთ-ერთი ადამიანის მოსახსენებელი შევაგზავნე ტაძარში და არის სიამოვნე, ის მიიღო ცუდად, მოსახსენებელი საჯანმრთელოზე თანაც. ცუდად მიიღო ადამიანმა. და მე დავფიქრეთ, ხო, შენ არ იცი მისი აზროვნება, მისი შეხედულებები, რა იმით არის აღზრდილი, განვითარებით და ასე შემდეგ და ეს შეიძლება ჯადოქრობად მიიღოს და ამ დროს ეკლესიაში ეგზავნე, რა ვიცი, მე ვერ ხვეწები ხალხი მომიხსენიათ თქო და აი, ნახეთ,
ამიტომ შეგიძლიათ უპატრონო ძაღლები, მტრედები ძალიან კარგი არის გახვიდეთ, გამოკვებოთ. ასევე შეგიძლიათ ეს ხურდაფული აიღოთ, მოისროლოთ რაღაც აღონდ ისეთ ადგილას, ეხლა მანდა მაინც ხალხმა არ აიღოს, ხო? მდინარეში როცა იციან გადაყრა, რომ გადახდილია უბრალოდ იმისთვის, დავუშვათ, მე რაც შენაპირები მაქვს, მე რაც არ მახსოვს და აი ამისთვის გადახდილი ამ ყველაფრისთვის. всё, ყველაფრისთვის გადავიხადე, რომ დასრულდეს ეს აქ თქვენ მდგომარეობა რაცა გაქვთ. ამიტომ არ არის გამორიცხული, შეიძლება მე აქ ცოტა ეს თანაკარგები, ეს ჩაკეტილობა, იმიტომ გაქვთ და მე ფიქრობ რა ვქნა, საიდან მასქნა, რა ქვია, გამოვიდე მდგომარეობიდან და რაღაცა. მათ ბუმერანგი ესა გაქვთ, მაგრამ საკუთარი თავის დანახვა რატომ არ გსიამოვნებთ, ახლა ესეც ვნახოთ. იმიტომ რომ, აქ უკვე სხვა თემა. აქ დაზიანება არის. საკუთარი თავის დანახვა მანდა მაინც სიმსუქნესთან არ ასოცირდება, ეს ვიღაცასთან შეიძლება ეს მომენტიც გაქვთ, ახლა საკუთარი ფორმები არ მოგწონთ, ხო? რაღაც სარკეში რომ ეხადებით, მაგრამ ბევრთან არის ის მომენტი, რომ კარგი, всё. ბევრთან არის ის მომენტი, რომ აქ შესაძლებელია რაღაც ვერ ხართ ისეთი კონკურენტუნარიანი, შეიძლება არის აქ ცოტა დაზიანებაც, ესე რომ ვთქვათ, ხო, რაღაც ფარული რაღაცები, მაგრამ აქ დაზიანება არის ეს კაცო, მანახე. ჩაგკეტათ, თუ ვინ დაგაზიანათ აქ. კრიზისი. მარტო გადასახადი არ ყოფილა აქ თქვენი კრიზისი გინეჩველი. მამაკაცის ენერგია არ მომწონს აქ თქვენთან. არ აქვს მნიშვნელობა. მამაკაცი ისმენთ მამაკაცია, ქალბატონი ისმენთ მაინც მამაკაცი არის. აქ თუ ვინმე დააზიანეთ, ახლა ეს ვარიანტიც არის, გამოდის რომ დაგიბრუნდათ ბუმერანგად. თუ კი არ დააზიანეთ, რაღაც შესაძლებელია ვიღაცასთან მოიქეცით არასწორად და დაგიბრუნდათ მაინც კიდევ რაღაც ბუმერანგად. აი ეს არის რაღაც, ნახეთ, შეიძლება თვალს ვერ უსწოროთ, რაღაც არ გამოგდით, ხო? და ეს ყველაფერი გაღიზიანებთ, ხო? მარტო სარკეში ჩახედვაზე არ არის აქ საქმე, შესაძლებელია რამე არ გამოგდით, ვიღაც შეიძლება დავუშვათ, კარგი ცეკვა იცოდეს და ეხლა ვერ ცეკვავს. შეიძლება ვიღაცამ კარგი ბიზნესი ქონდა და ეხლა ვერ გამოდის ეს ყველაფერი და ამ ყველაფერს რომ ხედავთ, გამოდი ეხლა აქეთ მადროვე კაცო. და შესაბამისად უკვე მე ამ ყველაფერს რომ ხედავთ, გაღიზიანებთ, ხო? კარგი, კიდევ ნახოთ რა ბუმერანგია აქ. ეს დიდხანს გადამდა სიზარმაცე. აქ ფაქტიურად შიშები, ეჭვები, არის ეჭვები არის აქ. რაღაც არ გამოდის, რაღაცა კი გამოდის და ნახეთ როგორ მომენტში ხართ, რაღაცა თავის კრიზისიდან გამოსვლა, აღდგენა, განახლება, ესეთ რაღაცები გჭირდებათ. კიდე რა ბუმერანგია აქ. დიდი ხანი გაგრძელდება, გრძდილობთ გამოხვიდეთ, მაგრამ თავს ვერ აბამთ. ვერ აბამთ ამ ყველაფერს. შეიძლება ეს პირაჯიც იყოს, ხო? აქ გჭირდებათ რომ იცოდეთ. ინე რა არის აქ, მანახე. ბუმერანგია, კიდევ
ვნახოთ ბოლომდე. მე თითქოს ლაგდება ყველაფერი, მიდიხარ წინ. ხო რაღაცა თავის შეკავება ისე, გეყოთ ესე იგი. მანდ მაინც მოგეწრათ რომ მეწონა აქ რაღაცები, არა ჩემო კარგებო, გიცდათ თუ თქვენ რამე არ გაგიკეთებიათ, მაშინ რაღაცას არასწორად მოეკეცით. მოდი კიდე გადავამოწმებ, იმედია მოვასწრებ. თქვენს პერს რა ბუმერანგი უბრუნდება მაგასაც. მანახე. აი თავს ვერ აბამს რაღაცას, დიდხანს გაგრძა ფიქრობ ამაზე, ეს გაგრძელდება დიდხანს. არა, აქ მოვა რაღაც შეტყობინება, დიდხანს არა. ფინანსური გაიცით ეს რაც გითხარით, გააკეთეთ, ხო? გასაზარმაცე და რა ვიცი, ესეთი მაშინ, მაგრამ გამოხვალთ მაინც მდგომარეობიდან. ყოველ შემთხვევაში ამ წუთში ეს ყველაფერი არის აქ. კარგი, ვინც აირჩია რა თქვენი მტერს რა, ესე იგი ბუმერანგი უბრუნდება. ეს ნახოთ ახლა. ვინ არის თქვენი მტერი? ძალიან დიდი არის ეს დასტა. არ ვიცი ამჩნევთ თუ არა და ცოტა რთულია აჩეხვა. კარგით, ნახოთ აბა ვინ არის თქვენი მტერი? ვინ არის დაშორებულია? მოდი ახლა დამდება. აქ ეს აკავთ გადამტერებული. ნახოთ რა ბუმერანგი უბრუნდება თქვენს მტერს უკან. თუ თქვენთვის იყო ის გაშლა და ამოიცანეთ თქვენი თავი, მაშინ იბლოკება რას მოლაპარაკებით. ბუმერანგი გიბრუნდება. იბლოკება პირადი ურთიერთობას, ან თან იცავს საკუთარ თავს, ნახე. ეს თავის თავს რაღაცნაირად იცავს. გაჭრის ეს მისი დაცვა. არა, პირიქით. უკან ბრუნდება ძალიან დიდი, თან მე ვფიქრობ პირადში ჩაკეტილება, სინანული, გაყრა და ნახეთ ის დანაკარგებში მიდის მთლიანად ადამიანი. იბლოკება მისი, დაუშვათ თუ მაგიურად დაგესხათ თავს, მისი მაგია იბლოკება. ზოგადად აი ყველაფერი რა, რაც ცუდი ესე რომ ვთქვათ, გისურვათ, ხო? აქ საკუთარ თავთან ძალიან ესე და დისკომფორტი რაღაც ხო ხდებით და შინაგანი შფოთვა არის ეს ესეც ფიქრობს ფსიქოლოგიური და ეს თქვენთანაც დაფიქსირდა. მაგრამ ნახეთ გულის ტკივილი, საჩუქრები ოღონდ გულის ტკივილი, სულ რაღაცა ისეთი მოხდება, გული რომ ეტკინოს, კიდევ ისე მოხდეს რაღაცა მის ცხოვრებაში, კიდევ გული გეტკინოს, ხო ხდები ეტკინოს და ესე შემდეგ. ეს არის მაგრამ ცდილობს რომ როგორი რაღაც არის, იცი, თითქოს დაცვა გააძლიეროს, თითქოს მაგრამ არა, მასში ხდება მაინც გამოვალ მდგომარეობაში. მაქსიმალურად ცდილობს ეს ადამიანი საკუთარი თავის, ესე იგი, გამოძვრენას ამ მდგომარეობიდან, მაგრამ რა ბუმერანგი უბრუნდება უკან. აი, ამას იმაში ყავს ნათესავებში ვიღაცა ესეთი.
ჭორი პირად ურთიერთობის შეხვედრებზე და ავადმყოფობა. კიდე თუმცა გაყრა იმეთონო და იცით რა არის ეს სადამ არა ეს ესე იგი ამის წარმატება რომ რაღაცა მე კარგად ვიქნები არის როგორი რაღაც იცით თავის მოტყუება მას გონია რომ რაღაცა გამოდის რაღაცას შეძლებს ამ ყველაფერს ხო იმიტომ რომ მომენტალურად არის თითქოს ცდილობს სულ ისე მიფიქსირდება ხო აქ არის რაღაც ტალღასავით გამოკეთდება მე ისე რომ იმაშვება პრობლემები კიდევ ესე იგი თქვენგან იბარავს ეს მანახეთ თქვენგან იბარავს და ეს რაღაცა ხო ფინანსებსაც ეს ბარაკას პირადს კარგი რა ბუმერანგი გიბრუნდება სანაცვლოდ მე მისი კი აქ ეს არ არის გამორიცხული მასქნას რაღაც შესაძლოა საკეთებს რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან მაგრამ მასქნი გამოხვალ მე ისე პრობლემა მე ისე უშვილობა გზების ჩაკეტვა მე რიტუალებით ცდილობს რომ იმასქნას გამოვიდეს ამ ყველაფერი იცის გონია იწმინდება და გაწმენდის მერე რა ხდება ანუ იწმინდება არა ესეც ის არის ყველაფერს აკეთებს ეს ადამიანი გაწმენდასაც აკეთებს რიტუალებსაც აკეთებს შეპირებები გადასაყვალაფერს აკეთებს აბსოლუტურად მაგრამ ეს რაღაც მაინც და ბოლოს ვკითხოთ აჰა რა ასე ვთქვათ რანგი ბრუნდება ამ ადამიანს ისე თქვენთან უფრო დამიფიქსირდა და მე მგონი მე ბუმერანგები გულისტკივილი პირადის დაშლა ეს სურპრიზები სულ იმათ შეკრულია გაშორება ჭორი ჩაკეტვა ძალიან დიდი ფუროტი თვალი უყურებს ამას და მასშია მოქცეული რავი იქამდე მივარო ტაროსაც იმაშვება ინფორმაციას კითხულობს რაღაცა მაგიას მიმართავს მე რა ის ასე ისა მოიწმენდებს აკეთებს ხო იგივე დაფიქსირ ნახე ამ ყველაფრის მერე და როგორ იქნება ეს წმენდები მე ეხსნება ფული დაცვა და სიყვარული ეგოისტი პიროვნება არის ანუ ეს აკეთებს ჩემო კარგად ხო ბარაკა და ფული და ყველაფერი წამოვიდეს მასთან ცუდად რომ წამოვა საქმე ანუ თქვენთანაა მაშინ ბუმერანგები ცოტა ოცნაურია გეუბნებით კი ეს ჩაკეტილობას ყველაფერი მაგრამ აქ აკეთებს ეს აი წმენდებს და ყველაფერს რაღაც რო შემოიფრინოს თავში ცხოვრება ეთყობა თქვენთან ცდილობს გადმომისმას სამართებას რაიმისას მოდი ესეც შევამოწმოთ ბუმერანგს თქვენ გიბრუნებთ მოდი ასე დავსვათ კითხვა თავის
პრობლემებს თქვენთან ამის საკითხებს მანახე. კი თქვენთან ამის ესე თქვენ გბლოკავთ და თქვენ ხარჯზე თვითონ იმართა ეს პროექტის მოპარვა უკვე. თუ იცით ეს ვინ არის მოიშორეთ ეს ადამიანი. მე აქ ეხლა როგორ რაღაც დავინახე იცით თქვენ ვიღაცაზე ხო ჩაიფიქრეთ. და თქვენ უფრო ზარალდებით ვიდრე თვითონ. ისურვებ